დღეს ერთი ძალიან საინტერესო და შოკის მომგვრელი თარგმანით მოვედი. საუბარია ცნობილი ნეიროქირურგის მაიკ ლეგნორის სიტყვაზე, რომელიც მან ამა წლის დალასის კონფერენციაზე სახელად მეცნიერება და რწმენა წარმოთქვა. მოდი პირდაპირ უკომენტაროთ შემოგთავაზებთ. სამი კითხვა, რომელიც დღეს მინდა დავსვა ადამიანის სულის შესახებ. პირველ რიგში არსებობს თუ არა სული როგორც twinისგან განცალკევებული რამ. თანამედროვე მატერიალისტური შეხედულებით ჩვენი გონება მთლიანად twinისგან მომდინარეობს. და თუ ეს ასია, მაშინ რა არის სული? და არის თუ არა სული უკვდავი? მე ძალიან მტკიცედ მჯერა, რომ ეს ნეირომეცნიერების საკითხია. ანუ ცხადია, ამაზე არსებობს თეოლოგიური და ფილოსოფიური პასუხები. მაგრამ ნეირომეცნიერებაც ეხება ამ საკითხებს და, ჩემი აზრით, ამას საინტერესო გზით აკეთებს. პირველი კითხვა, არსებობს თუ არა სული twinისგან ცალკე? მინდა ჩემი ისტორიით დავიწყო. ახალგაზრდობაში მატერიალისტი და ათეისტი ვიყავი, სამედიცინო უნივერსიტეტში კი ნეიროანატომიასა და ნეიროფიზიოლოგია ავირჩიე, რადგან ფიქრობდი, რომ twins შესწავლა, ნეიროანატომიის ყველა დეტალის ცოდნა, ნამდვილად დამეხმარებოდა გამეგო, ვინა ვარ და რას ნიშნავს იყო ადამიანი. მე მაიამის უნივერსიტეტის ნეიროქირურგი გავხდი და 1991 წლიდან სტოუნი ბრუკის პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობაში ვარ. twinზე დაახლოებით 7000 ოპერაცია მაქვს ჩატარებული და საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე, არა მხოლოდ აკადემიური, არამედ პირადი გამოცდილებიდანაც. მინახავს თუ როგორ მუშაობს twini და როგორ უკავშირდება გონება მას. ამ ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთ ისეთ რამეს შევესწარი, რამაც twinis ფუნქციონირების ტრადიციული მატერიალისტური გაგება ეჭქვეშ დააყენა. პაციენტები, რომლებზეც ახლა მოგითხრობთ, რეალური ადამიანები არიან. მათი სახელები შეცვლილია. ამ ფოტოზე ვფიქრობ, რომელი მხარეა. მოგითხრობთ ერთ-ერთ ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც twinis დაახლოებით 2/3 აკლია. ის ასეთი დაიბადა. როდესაც ის პატარა ბავშვი იყო, ჩვენ მისი სკანირება ჩავატარეთ და ეს აღმოვაჩინეთ. მის ოჯახთან საუბარში საკმაოდ პესიმისტურები ვიყავით მისი ნორმალური ცხოვრების შანსებთან დაკავშირებით. თუმცა ის სრულიად ნორმალურ ადამიანად გაიზარდა. საშუალო სკოლაში წარჩინებულთა სიაში იყო. დღეს რომ შეხვდეთ, იტყოდით, რომ ძალიან ნიჭიერი გოგონაა. ის სრულიად კარგად არის და ეს ყველაფერი twinis 2/3 გარეშე. მეორე პაციენტი, ჯოშუა პატარა ბიჭია. ისიც დაახლოებით twinis 2/3 გარეშე დაიბადა. და ისევ, იქაც დარჩენილი სივრცე უბრალოდ სითხეა. ჩემი საავადმყოფოს ეთიკის კომიტეტმა შეაფასა და მათ რეკომენდაცია გასცეს, რომ დაბადებისას არ გამოეკვებათ, რადგან ის ისეთ საშინელ მდგომარეობაში იყო, რომ სჯობდა გარდაცვლილიყო. ჩვენ გავაუქმეთ ეს ბრძანება და გამოვკვებეთ და ახლა ის სკოლას ამთავრებს. სრულიად ნორმალური, სპორტით დაკავებული და შესანიშნავი ახალგაზრდაა. მესამე პაციენტი მაგი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ბავშვობაში ნიჭიერთა პროგრამაში იყო. ის ბრწყინვალე ახალგაზრდა ქალია, რომელსაც თავის twinis მცირე twinis უმეტესი ნაწილი და twinis ცენტრალური რეგიონების ნაწილი აკლია. მას რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა იქ სითხის წნევის მოსაწესრიგებლად, მაგრამ მან ძალიან კარგად გაართვა თავი. მას ინგლისური ლიტერატურის მაგისტრის ხარისხი აქვს და წარმატებული მუსიკოსიცაა. უილ ნიკოლასი პატარა ბიჭია, რომელიც საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მას ცერებრული დამბლა აქვს და twinis 2.5 სფერო აკლია. მისი twinis ერთადერთი ნაწილი, რომელიც მას აქვს, twinis ღეროა. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მას არ შეუძლია საუბარი. მას არ შეუძლია სიარული. მაგრამ ის სრულ გონზეა. ის იცინის. ის ტირის. ის ემოციურად ნორმალური ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, მიუხედავად იმისა, რომ twinis 2.5 სფერო აკლია. ამიტომ ჩნდება ასეთი ძალიან უცნაური კითხვა, არის თუ არა twini გონების ორგანო. მაგალითად იცით, რომ გულის სისხლის მიმოქცევის ორგანოა, თირკმლების შარდის გამოყოფის, მაგრამ არის თუ არა twini სრულიად გონების ორგანო. ცხადია, გარკვეული თვალსაზრისით ის ნამდვილად არის, მაგრამ სხვა თვალსაზრისით შესაძლოა არც იყოს. ეს კითხვა პირველად მე-20 საუკუნის შუა ხანების და ჩვენი დროის ნეიროქირურგიის სფეროში ალბათ ყველაზე დიდმა მეცნიერმა და ეპილეფსიის ქირურგიის პიონერმა უილდერ პენფილდმა დასვა. ის ცნობიერ მდგომარეობაში ატარებდა twinis ოპერაციებს, რაც ნიშნავს, რომ პაციენტები twinზე ოპერაციის დროს სრულ გონზე იყვნენ მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიით, რათა ტკივილი არ ეგრძნოთ. ის twinis სტიმულაციას ახდენდა, რათა ეპილეფსიის კერების მოსაშორებლად მისი ზედაპირის რუკა შეექმნა. თავად განსაჯეთ, როდესაც ადამიანებს ეპილეფსიური გულღრის შეტევა აქვთ, თუ ისინი გულღრის დროს ცნობიერებას ინარჩუნებენ, 4 რამიდან ერთ-ერთს აკეთებენ. მათ შეიძლება ჰქონდეთ უკონტროლო მოძრაობები. შეიძლება აუკანკალდეთ ხელი. შეიძლება ჰქონდეთ შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვრეტის შეგრძნება კანზე. შეიძლება განიცადონ ემოციები, ძლიერი შიში ან სიცილი ან სიხარული. და მათ შეიძლება მოულოდნელი მოგონებები აღეძრათ.
პენფილდმა თავისი კარიერა ეპილეფსიის შესწავლას მიუძღვნა და ერთი საინტერესო კითხვა დასვა. რატომ არ არსებობს უნებლიე ინტელექტუალური შეტევები? ანუ შეიძლება გქონდეს კულხრა, როდესაც უნებლიე მოძრაობებში ჩადიხარ, უნებლიედ მოგონებებში რაღაც ამოტივტივდება, მაგრამ არავის არასდროს ჰქონია იძულებითი უნებლიე მათემატიკური კულხრა, როდესაც გრძელი და რთული გაყოფის მაგალითი გეკეთებინება ვერა და ვერ წყვეთ მათ კეთებას. და პენფილდმა თქვა უცნაურია, რომ თუ ეპილეპტიურ შეტევას ყველა ამ სხვა რამის გამოწვევა შეუძლია, რატომ არ შეუძლია მას აბსტრაქტული აზროვნების, მსჯელობის, თეოლოგიის, ფილოსოფიის, ღმერთზე ფიქრის გამოწვევა? ესეთი რამე გულყრებისგან არ ხდება. და მან თქვა, რომ ყველაზე გონივრული ახსნა ისაა, რომ გონების ეს ასპექტი ტვინიდან არ მომდინარეობს. მან ეს კიდევ უფრო ღრმად შეისწავლა ინტრაოპერაციულად გაუძებული პაციენტების ტვინის ზედაპირის სტიმულირებით, რათა ტვინი ისევე დაეყო უბნებად, როგორც მაგალითად ქალაქს დაყოფდა და გაერკვია, სად მდებარეობდა ტვინში სხვადასხვა რამ, რათა ეპილეფსიური კერების მოცილებისას მათი დაცვა შეგვეძლო. მაგრამ მან ტვინში აბსტრაქტული აზროვნების რაიმე სახის ცენტრი ვერ იპოვა. არსებობს მოძრაობის ცენტრი, არსებობს შეგრძნების ცენტრი, არსებობს მხედველობის ცენტრი, არსებობს სმენის ცენტრი, არსებობს ემოციური ცენტრები, არსებობს მეხსიერების ცენტრები, მაგრამ არ არსებობს აბსტრაქტული აზროვნების ცენტრი. არ არსებობს გონების ცენტრი. და მან თქვა, რომ ეს უცნაურია. ეს სწორედ ის არის, რასაც ის ეპილეფსიური შეტევების დაკვირვებისას ხედავდა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაშრომი როჯერ სპერის და მისმა კოლეგებმა შეასრულეს. სპერის ამ ნაშრომისთვის ნობელის პრემია მიენიჭა. მე-20 საუკუნის შუა ხანებში შემუშავდა ოპერაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ტვინის ერთ ნახევარსფეროში გულყრა ეწყებოდათ, რომელიც მეორე ნახევარსფეროზე ვრცელდებოდა, და ეს იყო კატასტროფული გულყრები, რომელთა გაკონტროლება ძალიან რთული იყო. ასე რომ არა სპერის მიერ, არამედ სხვების მიერ შემუშავებული ოპერაცია გულისხმობდა ტვინის ფაქტობრივად შუაზე გაჭრას იმისთვის, რომ თუ გულყრა ტვინის ერთ ნახევარში დაიწყებოდა, ის მეორე ნახევარზე არ გადასულიყო. ამან გულყრების კონტროლი გაცილებით გაადვილა და შეამსუბუქა. მას კორპუს კალისტომია დაერქვა და ამ ოპერაციას დღესაც ვატარებთ. ამგვარად, ტვინის ნახევარსფეროები ფუნქციურად ერთმანეთისგან იზოლირებულია და სპერიმ, რომელიც ნეირომეცნიერი იყო, გააცნობიერა, რომ შესაძლებელი იყო იმის შესწავლა, თუ რას აკეთებს თითოეული ნახევარსფერო, რადგან ისინი ერთმანეთისგან იზოლირებულია. მან ბევრი შესანიშნავი ნაშრომი შექმნა, მარცხენა ნახევარსფერო მეტყველებას აკონტროლებს, მარჯვენა კი სივრცით ორიენტაციას და ამისთვის ნობელის პრემია მიიღო. მაგრამ ერთი რამ, რაც მან შენიშნა ისაა, რომ ადამიანები, რომლებსაც ტვინი შუაზე გაუჭრეს, საკმაოდ ნორმალური ადამიანები არიან. როდესაც ამ ადამიანებს ხვდები, ტვინი შუაზე აქვთ გაჭრილი, მაგრამ ისინი დადიან, საუბრობენ. თავს ნორმალურად გრძნობენ. გულყრები უფრო იშვიათად აქვთ, ვიდრე ადრე ჰქონდათ. ეს იგივეა, თითქოს ვიღაცამ ხერხი აიღოს, ლეპტოპი შუაზე გაჭრას და ის მაინც კარგად მუშაობდეს. ხომ მართლაც უცნაურია. ამის შემდგომი კვლევები კი დღემდე მზარავს. ამის შესახებ ათწლეულების წინ შევიტყვე და ვფიქრობ, ეს კოგნიტურ ნეირომეცნიერებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შედეგია. ჟუსტინ სერჟენტი მკვლევარი იყო მაკგილის უნივერსიტეტში მონრეალში, სპერის შემდეგ დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მუშაობდა და ის იკვლევდა ადამიანებს, რომლებსაც ტვინის გაყოფის ოპერაცია ჰქონდათ გაკეთებული. მან იპოვა გზა, რომ ერთდროულად, მაგრამ ცალ-ცალკე სურათები, მაგალითად ისრები, თითოეულ ნახევარსფეროს ცალ-ცალკე ეჩვენებინა. ასე რომ ის აჩვენებდა ისრებს ისე, რომ მარჯვენა ნახევარსფერო ერთ ისარს ხედავდა, მარცხენა კი მეორეს, მაგრამ ტვინის ვერცერთი ნაწილი ვერ ხედავდა ორივე ისარს. კიდევ ერთხელ გაიაზრეთ, ტვინის ერთი ნახევრისთვის ერთი ისარი მოჩანდა, მეორესთვის მეორე, მაგრამ ტვინის არც ერთ ნაწილს ორივე ისარი ერთად არ უნახავს. მაგრამ პაციენტებმა შეძლეს ისრების შედარება, მიუხედავად იმისა, რომ ტვინის არც ერთ ნაწილს ორივე ერთად არ უნახავს. ამიტომ მან დაასკვნა, რომ გონებაში რაღაც არსებობდა, რაც ტვინში არ ბინადრობს. წელს პინტომ ეს კვლევა განავრცო, რომლის დროსაც ტვინის გაყოფილ ნახევრებიან პაციენტებს აჩვენა სიუჟეტები, სადაც ისტორიის პირველი ნახევარი ერთ ნახევარსფეროს ეჩვენება, მეორე ნახევარი კი მეორეს. მაგრამ მთლიან ისტორიას ვერ გაიგებთ, თუ ორივეს არ ნახავთ. კარგი მაგალითია, როდესაც მარცხენა ნახევარსფერო ხედავს ბეისბოლის ბურთს, ხოლო მარჯვენა გატეხილ ფანჯარას. ამიტომ პინტო პაციენტს ეკითხებოდა, რა მოხდა. პაციენტები კი ყოველთვის პასუხობდნენ, ბეისბოლის ბურთმა ფანჯარა გატეხა. მაგრამ ტვინის არც ერთ ნაწილს არც ბეისბოლის ბურთი და არც ფანჯარა ორივე ერთად არ უნახავს. ასე რომ დასკვნა არის, რომ რაღაცამ სხვამ დაინახა ეს ორივე ერთად, ანუ გონებაში არსებობს რაღაც, რაც ტვინში არ არის. ვაილდერ პენფილდი ასევე იკვლევდა თავისუფალნებას და მან ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა. ტვინზე გაუძებულ მდგომარეობაში ჩატარებული ოპერაციების დროს ის პაციენტის ტვინის ზედაპირს ასტიმულირებდა. თუ შესაბამის ადგილას მოახდენს სტიმულაციას, შეგიძლია პაციენტს აიძულო, აწიოს ხელი. ოპერაციის დროს ის სთხოვდა მათ, დროდადრო თავად აეწიათ ხელი, მისი სტიმულაციის გარეშე.
აქ ერთი რამე გაითვალისწინეთ, თქვენ ვერ იგრძნობთ თქვენს ტვინს, რადგან სენსორული უჯრედები არ აქვს. პაციენტები კი ქირურგიული ოპერაციისთვის შეფუთულები არიან, მათ არ შეუძლიათ დაინახონ, რას აკეთებს ის. და ის ეკითხებოდა მათ, როდესაც თქვენი ხელი აიწევს, მინდა მითხრათ, თქვენ აწიეთ ის თუ მე აგაწევინეთ. და ისინი ყოველთვის სწორად პასუხობდნენ. ეს იყო 1000 პაციენტზე ჩატარებული 100.000 ექსპერიმენტი და მათ შორის არავის შეცდომით არ უპასუხია. მან დაასკვნა, რომ ტვინში ვერ იპოვა ვერც ერთი უბანი, რომელიც თავისუფალ ნებას ასიმულირებდა და რომ თავისუფალი ნება ტვინში არ არის. ასე რომ თავისუფალი ნება ტვინის ფუნქცია არ არის. ბენჯამინ ლიუტმა ალბათ თავისუფალი ნების შესახებ ყველაზე ცნობილი კვლევა ჩაატარა. ის თავის კანქვეშა ნაწილიდან ელექტრულ სიგნალებს იწერდა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი ოპერაცია არ ჩაუტარებიათ, ისინი უბრალოდ ჩვეულებრივი მოხალისეები იყვნენ. და აი, რა აღმოაჩინა ლიუტმა. მან აღმოაჩინა, რომ როდესაც რაიმე მარტივის გაკეთებას გადაწყვეტ, გადაწყვეტილების მიღებამდე დაახლოებით 9 წამით ადრე ტვინის აქტივობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. მაგალითად, თუ შუქის ჩამთვალს აპირებთ ჩართვას, შუქის ჩართვამდე დაახლოებით 9 წამით ადრე თქვენს ტვინში აქტივობა მკვეთრად იზრდება. და ეს ხდება მანამ, სანამ გააცნობიერებთ, რომ მის ჩართვას აპირებთ. და ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერს თქვენი ტვინი მართავს. თქვენი ტვინი გაიძულებთ, რომ ეს გააკეთოთ და სინამდვილეში თავისუფალი ნება არ გაქვთ. ყველაფერი უბრალოდ ქიმიური პროცესებია, რომლებიც ამ კონკრეტული საქმის კეთებისკენ გიბიძგებენ. მაგრამ აქ იწყება საინტერესო ამბავი. ის ძალიან ჭკვიანი მკვლევარი იყო და მან ადამიანებს სთხოვა, თავიანთ გადაწყვეტილებაზე მოულოდნელად უარი ეთქვათ. ვეტო დაეწესებინათ. ანუ მაგალითად, როდესაც ტელევიზორის ჩართვა გადაწყვიტე და დააპირე, უცებ თქვა, არა, ამას არ ვაპირებ, გადავიფიქრე. ამ ვეტოს შემთხვევაში ტვინში აქტივობის მკვეთრი ზრდა არ დაფიქსირებულა, როგორც ეს გადაწყვეტილების რაღაცის გაკეთების სურვილის დროს ხდებოდა. შედეგად მან დაასკვნა, რომ თავისუფალი ნება არსებობს არა რამე გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ მასზე უარის თქმაში. ანუ არსებობს თავისუფალი უარი. ესე იგი, თქვენი ტვინი გიგზავნით ცდუნებებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს თავისუფალი არჩევანი, დავემორჩილოთ მათ თუ არა. რადგან თავისუფალ არჩევანს ამის გაკეთების ან არ გაკეთების შესახებ ტვინი არ ღებულობს, ის ტვინისგან დამოუკიდებელია. ასე რომ მაგალითად ტვინი გიგზავნით ასეთ სიგნალებს, შეჭამე კიდევ ერთი ნაჭერი ნამცხვარი. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თქვათ დიახ ან არა. და შეჭმულ ნამცხვარში არ შეგიძლიათ დაადანაშაულოთ თქვენი ტვინი. ადრიენ ოუენმა ჩაატარა კვლევა მუდმივ ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზე. მდგრადი ვეგეტატიური მდგომარეობა კომაში ყოფნის ყველაზე ღრმა დონეა, ტვინის სიკვდილისგან მხოლოდ ერთი ნაბიჯით ზემოთ და ის ხდება მაშინ, როდესაც ადამიანებს შეანგბადის ნაკლებობის ან საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამო ტვინის ძალიან მძიმე დაზიანება აღენიშნებათ. მას ვეგეტატიურს უწოდებენ, რადგან მიიჩნევა, რომ ეს ადამიანები ფაქტობრივად ბოსტნეულივით არიან, რაც ნიშნავს, რომ მათ გონება არ აქვთ, ისინი მხოლოდ ორგანიზმს წარმოადგენენ და აზრი აღარ შერჩენიათ. ზოგიერთს თქვენგანს ალბათ გახსოვთ ტერი შაივოს ამბავი, რომელიც დაახლოებით 20 წლის წინ ხდებოდა. ის მუდმივ ასეთ მდგომარეობაში იყო. ოუენმა პაციენტებს ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარა, რომელიც ტვინის აქტივობას აჩვენებს. ის მათ სთხოვდა სპეციალური ყურსასმენით სხვადასხვა რამეზე იფიქრათ. ის ეუბნებოდა, წარმოიდგინეთ, რომ ოთახში დადიხართ, ან თქვენს ოჯახზე იფიქრეთ, ან ჩოგბურთის თამაშზე. და პასუხად პაციენტები თავიანთ ძალიან დაზიანებულ ტვინში ტვინის აქტივაციის ნიმუშებს აჩვენებდნენ. შემდეგ ოუენმა ეს ჯანმრთელ მოხალისეებზეც გააკეთა და აღმოაჩინა, რომ ნიმუშები იდენტური იყო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ უგონოდ კომაში მყოფი პაციენტები ხვდებოდნენ, რაზე იყო საუბარი. ამის შემდეგ ოუენმა ძალიან ჭკვიანური რამ გააკეთა. ის იგივე კითხვებს სვამდა, მაგრამ სიტყვებს ურევდა, რათა წინადადებას აზრი არ ჰქონოდა. ფრაზის იფიქრე ოთახში სიარულზე ნაცვლად ის ამბობდა, ოთახზე სიარული ფიქრში. ეს, რა თქმა უნდა, აზრს მოკლებული იყო და პასუხად კომაში მყოფი ადამიანის ტვინი დუმდა. ასე რომ ეს ადამიანები ხვდებოდნენ მის მიერ დასმულ კითხვებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ტვინი პრაქტიკულად განადგურებული იყო. ოუენმა ფაქტობრივად აღმოაჩინა, რომ მდგრად ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დაახლოებით 40% კომუნიკაციის უნარის მკაფიო ნიშნებს ავლენს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ღრმა კომაში ყოფნისას მათემატიკური გამოთვლების შესრულება შეუძლიათ. თუ გკითხავთ მათ, რა გამოვაცხრას, რომ 6 მივუმატოთ. იწყებთ დათვლას და როდესაც 15-ს მიაღწევთ, ტვინი ანათებს. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ოჯახის ისტორიის მოყოლა, მაგალითად გკითხავთ, შენი ძმის სახელია ჯორჯი. და ტვინი ნათდება. ასე რომ ბევრ შემთხვევაში შეგიძლიათ დაამყაროთ კომუნიკაცია კომაში მყოფ ადამიანებთან, ყველაზე ღრმა კომაშიც კი. კლინიკური სიკვდილის შემთხვევა ერთგვარად სულის ან გონებისა და ტვინის განცალკევების პარადიგმატული მაგალითია. და კლინიკური სიკვდილი ჰალუცინაციები ან სხვა რამეც რომ იყოს ეჭვგარეშეა, რომ მათში ნამდვილი გამოცდილების რეალური ბირთვი არსებობს.
კლინიკური სიკვდილის დროს გადატანილი გამოცდილებების დაახლოებით 20% დადასტურებას ემორჩილება, მათი გადამოწმება შესაძლებელია. მაგალითად, პაციენტმა საიდანღაც იცის ისეთი რამ, რაც მისი გარდაცვალების დროს მოხდა, რაც ოთახში ხდებოდა, როდესაც მისმა სულმა სხეული დატოვა და ასე შემდეგ. თუმცა ამ თემაზე მომდევნო ვიდეოში მოგიყვებით. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.